საბავშვო წყალი. რაღაც მომშივდა და რამე ხო არ მივათხაროთ, ა? რამე ხო გვეჭამა? ბუჯო, ერთი კაი ადგილი ვიცი აქვე. მე თან მეგობარმა მიჩია და კაი განხილვაც აქვს და ქუთაისშიც ვჭამეთ ქაბაბი და ახლოშივეა ეგიც აქაბაბია ეგეც. წევიდე გლიჯო ხო? დავაი დავაწვით. მომეციე წყალი აი რა. ლაბაძე ვირა ვალის ქაბაბი მოუხოდიათ სიმონ აგერ თავისი კოლგები თავისი მაგიდები ყველანაირ ამინჩი შეგიძლია მიხვიდე და გიმასპილდებენ უპრობლემოდ რა. შეგცივდება აგერა ძმაო ნიგოზეთი 20-25-ის კოლექცია. უბრალოდ ძალიან მალე იყიდება და უნდა მოასწრო. შეძენა. და აი ჩვენც მოვედით ლაბაძის ძმის ატელიეში, როგორც ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ აქ თამამად მოიზომოთ ტანსაცმელები, შეიძინოთ, მხოლოდ რვალარად. მოგესალმებით მეგობრებო. რა თქმა უნდა, მოსალმებად. ლაბაძის ძმის საკმაყოფილში, აი, ლაბაძის ძმა, აი, ლაბაძის ძმის საკმაყოფილში. ბატონო ნიკო. ისმენ. 1-2 სიტყვით რო ვითხრათ, საიდან მოდის ის იდეა, რომ საკმაყოფილო გაგეცეთ? ადრე მქონდა საკმაყოფილო რა. ახალციხეში. ხო. და ეხაც ადგილი მქონდა და რა გავაკეთო და საკმაყოფილო. გავაკეთოთ საკმაყოფილო. რამით ისეთი განსხვავებული რეცეპტია თუ სტანდარტულად? არა, სტანდარტული არაფერი არ არის. ყველაფერი განსხვავებულია და კარგი. ხარისხია. საუკეთესო ხორცი. ეხა მაგალითად მედაგიგის ქაბაბის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. აი ეხა დააგემოვნებთ და აღარ დამეშოთ მასეთ კითხვებს. ჩვენი ქუთაისში ჩასვლა ქაბაბის გარეშე. აი ეხა მე გეტყვი, როგორც მანქანებში არის მერსედესი და მე დანარჩენი, ხო? ისია ქაბაბებში, ჩემი ქაბაბი და მე დანარჩენი. აქ არის ჯერ ჩემი ქაბაბი და მე დანარჩენი. ეხა ბიკენტიას კი მე შეურაცხყოფას კი არ ვაყედებ, მაგრამ კატლეტია. გამიგე? ეს ეხა კომენტარს მაღაზია არ გავაკეთე. გააკეთე. არ არის პრობლემა. მე თქვენი აზრიც მეინტერესებს. მე ქუთაისში არ მაქვს ნაჭა. აქ რომელიც არის, ხო? თუ გაქვთ გაშინჯოლით. ამას და ქუთაისის ბიკენტიას საერთოდ არაფერი არ აქვს აბსოლუტურად. სახელი. სახელი. ეგეც არ აქვს. იმიტომ რომ ამას ქვია ბიკენტიას საკმაყოფილო და იმას ბიქ უნდა დავაკვედი ქ. ბიკენტიას. იქ რო არის, ხო? ქუთაისში არის ბიკენტიას საკმაყოფილო. აი ეგეც არ აქვს საერთოდ. სვათაშორის ბატონულას ძველი ვიდეოში გადავხედეთ თქვენსაც და ერთი საერთო აღმოაჩინა ჩვენ სამშორის რა. აბა როგორც ვიცით, თქვენს გიჭირდათ პრინციპულ ლექტორებთან ჩაბარება და ჩვენს მასე ვართ ამ ეტაპზე და თქვენ ჯერ არ დაგიმთავრები რა. ზუსტად ეგეთი ეტაპი მოხერხა. ხო და რამე ჩევას პამოქცევთ. ჩევას ეხა ვეღარ მოგცემთ, იმიტომ რომ აღარ არის ადრე რო ეხა აბა მაშინ კარგი იყო. იმეხ კი არ მივიტერი, მაგრამ მათსა კარგი იყო. მე კომუნისტებს კი არ ვაკ, ხალხი იყო კარგი. შეიძლებოდა ხო რაღაცა პატარა ყველაფერი. ზრდილობა იყო, უფროს უმცროსობა იყო, კულტურა ქონდა ხალხს. აღარაფერი აღარ დარჩა არავის. ესია და რა გინდა რომ ალბათ რომ მოიტანეს ყველაფერი. შეიძლება იმ ევროპამ მოიტანა. არ ვიცი, ჩვენთან არ იყო ადრე მას. ამის ჯარის ისტორია რა. ისტორიები არ თვისი. ისტორიების მეტი რა არის, მაგრამ რა არის იღა აი იმის გარეშე რო ჩავწერე. ჩაწერეს გარეშე რო ვთქვი, ძალიან კაი იყო ის ფოთაში. უბრალოდ ამას ხალხს ვერ მოასწრე. არა, ეს არის რა. მაგრამ თუ ვინათ ეგეთი ისტორიების მოსმენა და გამოიწერო ჩვენი არხი და მოხვიდეთ აქ. აი ის ბაბუა ჩემი იყო, დოჰაუს კონცლაგერში იჯდა. 2 წელი. მე ჩვენებმა ხო გაანთავისუფლეს, რომ ჩამოვიდა სტალინმა დაიჭირა. 54 წლამდე გადასახლებაში იყო. აბა და 96 წელი იცხო. ახი რა გამარჯობა. როგორ ახახ გაიხარე მოჯობა. ეს 2 დავით ლაბაძე 2 დავით ლაბაძე. მიცა მიკროფონის ნიგიმა. მე არ მჭირდება მიკროფონი. მოიცა მაშინ. ისეაც მამაღლა ლაპარაკებ. მამაღლა ვილაპარაკებ, ხმადაბლო მეტყვი, ხმადაბლა ვილაპარაკებ. მიტყვი თუ ჩვენ. მაშინ უბრალოდ ხეში მაინც დაიჭირე. ბატონო მე დავიჭერ მაინც ახალგაზრდა ვარ იზი. აჰა მომიც.
როგორ მოგეწონათ ლაბაძის ძმის საქაბაბე? საქაბაბე. საქაბაბე. ხაბაბამდე ჯერ არ მისულა. საქაბაბე თუ მოგეწონათ, მოდი დღეს ხაბაბე. ან მარტო საწებელას თუ მე. ებრე არ გამო. არა. ხო დაცახი. გვაქვს ეგეთი 10-დან მინიმუმ 9 უნდა იყოს. 6 სულ მინიმუმ. 10-დან 9-ს ჩვენ არ გავუკმაყოფილო. 10 უნდა აცილო. აი 10-დან 11 თავარია იყო ობიექტური. ჩვენ ყოველთვის ობიექტური. და მაყუც გარეთ მოქს. ობიექტური მაყუც გარეთ მოქს. ჩვენ არ ვიყიდებით ის აი არანაირად ყველა ანგარიშნოს მაინც დავტოვეთ თუ რამე იქნება. ეში ჯობია არ ჩანს, ვერც ვერ ამით შემოგედავ. ბიტკოინზე რო ჩავერეთ საერთოდ. არანაირი რასაც გინდა იმას ვიტყვით, არა გვაქვს პრობლემა არანაირი. ბიტკოინი. კედავ წყალტუბოში ჩავიდა. აბა ჩვენ დროს რო ბიტკოინები ყოფილიყო, მინდა მიჭერდა. რამდენად გადარჩევოდი? ჩვენ დროს ოფშორებიც არისო, ხო? არაფერი, ჩვენ ეს ხო ფული. პირდაპირ კეში. ქეს გინახავდეს? ფული და უბულო. ფული და უბედური. ფული, უბულობა და ციხე. მოდენს შეჭამთ, მითხარით. 1-20 წელს არა? დღეს ნუ დავახურინებს საკავეში. რო გაძა. დაგემონება არ გეყოფა. ამის მერე კიდე რამის გადაღებას აპირე. თბილისობა. ხე თბილისობა ხო? ისო ყველა არის როგორც იცი უდის ფესტივალი. ხო. ყველა თბილისობა. და უთხრათ რომ ზაფხულში გადმოიტანო, ბარემღაცა სადაც როცა მაშინ გადა. ვინოს ამხოვი და მოსავალი. იმელობა რო იქნება წავალ მაშინ. გოჭები რო გადმოყარეს ეგ რომელიც თბილისობა იყო. ეგ იყო კომუნისტების რომელიც როგორ არ მახსოვს. არა ვარ ცოტა ესე რო და ბლოკი მოუტანე 2 წელი. ზემოთი ბლოკი. და ამას სკამი რო დაჭრა. ჩვენ რო დავიკუზოთ ყველა. მე მაგალითად ისა ერთი პორცია ზახოდია. 2 ცალი მოდი არის რუსულ ზახოდი. სიტყვებს მოახსენებთ მამա. ნუ ვინც გებულობს ის გაიგებს. არა და რა. არის ნახევარ ქაბაბი ნახევარ ქაბაბი, ქაბაბი და ქაბაბ ნახევარი. მოგეთ, უკვე ძალიან მარტო ეხა ბიძა ჩემა და ამან აჭრეს რა. მე მევზივარ აქ სალაროზე და მიწევს ახსნას. ზაში მაგას ვამბობდი რომ ანუ პატარა საშუალო დიდის ხო, ვარიანტი. ეგრევე რომ დაეწეროთ პატარა საშუალო დიდი, მაგრამ ეხა ვაფშე მარტივად მოვიფიქრე, შამპური. ერთი შამპური აიყოს, არის 13 ლარი თავის აწევლით და შესაბამისად იზრდება მათემატიკური პროგრესიით ორი შამპური, სამი შამპური. ჩვენი სპონსორი ყავს წყალში მართლა. ვინა? სადა ამოვანახთ აქიდან. წყალდუბოს წყალი. წყალტუბოს წყალია? არა, მამა, არა, წყალტუბოს წყალი. როგორ არ ექნება? წყალს მიაქთელი წყალს. არა, არის. წყალს მიაქთ და აკაკუნე, რადგან წყალს მიაქთელი. არის. კუჭის ყავს ეძახი, ნუ არას ხამენ. პროსტა მოდის. სხვადასხვა ძალიან გებრიელი. ხო, წყალტუბო ძალიან კარგი ქალაქია და თუ გააკეთეს ის რისი გაკეთებაც უნდა. რამე ისტორია წყალდუბოზე? წყალტუბოზე ვიცი რომ ვაგონები ჩამოდიდა და ყოველ ხუთი ჩავაცავეთ და რამე მსგავსი ხო? წყალტუბო ძალიან კარგი მხარეა და ხალხსაც ბევრს ვიცნობ იქ რა და მოკითხვა რამე რა ვიცი წყალტუბოს მოკითხვა სიყვარული მოკითხვა სიყვარული და გამოიწერეთ ჩვენი ახი რა აუცილებლად თქვენ ნახავთ 100.000 მალე აცდებით ეს გადაცემა აი წავათვალე შაქარი 100.000 როაცები ნახი აღარ მოვიდა 100.000 გადაცე და პირველი ახლა მართლა გადაცე რამდენი ხანია რო ხართ ახლა 2 თვეა ჩი მაშინ ერთი ღერი დადებული ეს ადამიანთან ადამიანთან ვაიბები ხო იცი რასაც ნიშნავს ვაიბი შენ არის ვაიბი არა იმერული განწყობაა რა განწყობა მე განწყობა და არქით ვაიბები რა ის მოყევი მაგრამ თქვენ კაი ისტორია განსაკუთრებით ჯარის ისტორიები გიყავს და ჯარი YouTube-ზე ცოტა ვიდეოები ვიდეოს თქვენი ან ჯარის ისტორიების და მე ბიჭო რა ვისურვებდი რომ უფრო მეტი ვიდეო რა არის რაც დევს ხო იმის იქით არ მოიყოლო აჰა მე ესე მგონია მაგრამ გაიხსენი მამი მინი რა გათიშე კამერა აი გადი ჯარში წაგვიყვანეს აქედან ხო და მაშინ ის რა დრო იყო იცი რომ ავღანეთში მიყავდათ ხალხი გამიგე 96 წელი 86 წელია ხო და აქ იჩალიჩე ჩემო მშობლებმა და გერმანიაში მომახვედრეს და გერმანიაში ხო გერმანიდან აღარ მიყავდათ არცად მაგრამ საშიში რა იყო იცი აქედან აფრინდა ხალხი და პირდაპირ მე ტაშკენტში დაждდა გამიგე და იქიდან გადაყავდათ რო ეგონათ რომ გერმანიაში მიდიოდნენ ხო რო ეგონათ რომ იქ მიდიოდნენ იქ დაждდა და
როგორც იქნა რომ დავჯექით შუაგულ ტყეში, ხა მე მგონია გერმანიაში ვარ ქალაქი რაღაცა შუაგულ ტყეში დავჯექით ერთი მინდოდა რომ გერმანელი შემხედოდა რომ რაღაცა გამეგო გერმანულად რომ დავწყნარებული ხარ ხო აქედან ვართ ტუსტოპიისა 4 ერთი თვითმფრინავი ქართველები ვართ 154 კაცი და დავჯექით შუაგულ ტყეში ბეტონი და მიწის გზა ბეტონი მიწის ხო და ჯერ 1-2-3 საათი ფეხით გვატარეს ეს 3 საათი არაფერი არ შეგვხედრია საერთოდ გზაში ხო აი რაღაც უნდა შეგვხვდეს და მივედით მონების ბაზარში მონების ბაზარი სად იყო? არა, შენს მონათ უნდა გაგიგო. რასპრიდიტელი იყო, რასპრიდიტელი. აი ხო მიხვიდე ზიხარ შენ რა, ესე დგეხარ აქეთ ის კიკიჩკუბი და დადიან ოფიცრები. ჩაულებრივად, აი ის ხო გაქვთ ნანახი თქვენ, რა ქვია, მამლუქი. კი. ასე პლისო აუწევს და ეს კარგი ბიჭია. ასე დადიოდნენ ოფიცრები და აგვარჩიეს ახლა. აგვარჩიეს, არა კაცო. ეს ქართველებს ძალიან ერიდებოდნენ, მაგრამ ხო უნდა წავეყვანთ რედაქტორები. ხო და მე და ერთი ჩემი ძმაკაცი გვინდა რომ ერთად მოვხვდეთ რა. გამიგე და მე ამირჩია და ის სხვა მაირჩია. ის აირჩია პეხოტამ და მე ავიაცია. გამიგე? პეხოტა იყო შავპაგონიანები, აი ტანკისტები ისინი და ჩვენ ვიყავით თვითმფრინავი ვერტალიოტი, ხო და ხო ეს მახსოვს ავიაციის ვაგონები მქონდა კი ამ კაცი ხა ამ ოფიცერს ვეუბნები რომ გეხვეწები თქო ეს მაგაცია ჩემი თქო რა და მოდი გვარს მაინც ნუით არა არ ვიდახი გვარს ჩემთან წამოიყვანე თქო რა და მე რა იქ რომ მოხვდებით რაღაცას გაგიკეთებ მეც თქო მასე ხო არ იქნება თქო ჯერ ჩასული არა უკვე საფრთხეს დაგება შემომხედა ამან და არაო ორ ქართველს ერთად ვერ ავიყვანე ყავდნენ ჩვენო და რა ბედი გვეწიათ ვიცითო. ებიჭო მე უთხარი, მაშინ იმასთან მივედი პეხოტასთან. შენ წამიყვანე მე უთხარი. იმანაც არაო? არაო, იმანაც ბიჭო და ეთქო ძალიან წარი გამოსtildeება ხონოთო. არა, ერთად ბევრი ქართველები არ უნდათ. აი თუ მიყავდათ 30-40 კაცი, აქედან 1 ან 2 ქართველი რა. 5 და 6 რო წაეყვანათ ვარიანტი არის. დაღობული იყო. ხო. ის ბაზა. ხო და ამანაც არ წამიყვანა და ესე მოხვდი ავიაციაში რა. რო ჩავედი თვითმფრინავები დავინახე, გავგიჟდი. და აგერ ამდენ ხა ერთ თვეში ის ჩემი ძმაკაცი გადმომეყვანეს ისევ მე. გაიგე? Happy ending მაინც. ხო, არა, მე რატო გადმოიყვანეს, იცი? იმათი კამანდიროვაჩინი იყო ჩვენთან რა, კამანდიროვკით აგზავნიდნენ რაღაცა სვიაზის რაღაცა ტოჩკა ქონდა ჩვენთან და ჩვენთან გამოაგზავნეს და ეს მეუბნები ეხლა რომ ესო მე ვიჩალიჩეო ის ოფიცერი რა უნდოდა არა არაფერი რომ უბრალოდ პატივი რო იცოდეო რა ამდენში 4 თვეში გამაგდო ადრესაც კეთდებოდა ეს ყველაზე კარგად რომელ სფეროში ყველგან კეთდება ვაფშე ყველა ადრე მე მისმენი 90-იან სადმე მუშაობდა ხელფასი იყო სულ 20 ლარი მე მქონდა ხელფასი 36 ლარი აჰა და მე ხელფასი არ ვასწავლე პრეტენზიას რო აღარავის აღარ ქონდა იმიტომ რომ ეხა 100 რო 26 ლარზე მუშაობს და მე 5 წელი დაიწყო და ისე 26 ლარია ხო უნდა მივხვდე რომ ის მომატებას რატო არ იცხოვს რომ რაღაცა არა მომიმატეო ვინ მოგიმატებს რა დამიხადებს დაშიდი რა ვინ მოგიმატებს ხელფასს მაშინ ისეთი დრო იყო პენსია იყო 14 ლარი ხო მაგრამ პენსია კი მე ხშირ რომ მარტო 36 ლარი ქონოდა და იმის ზემოთ არაფერი არ გეშუა პენსიონერთან შედარებით კარგად ვიყავ შენ მაგას არა მეგობრებო არხი უნდა გამოიწერეთ ვიდეო უნდა დაალაიქოთ გაუკეთეთ ბიჭო ხავა რა თქმა უნდა ახე საკავობაში ვარ და გავამსასარგებლო ერთი ძმაკაცი მყავს და აბუამისის ძმა იყო გენერალი კომუნისტების როსხვები ხო და რო ჩამოვიდა სოფელში და გენერალი ვისენახა ეხა კასპის რაიონში
თავისმა ნათესამ მოუთხა წამოუყევიო კომისარიატშიო. ეგება ბავშვი და მიტო. აი, ვედა. დააჯდნენ მოტოციკლეტი ყავდათ, სკალიასკიანი, დააჯდნენ და წავიდნენ მაშინ, კასპში ჩავიდნენ. კომისარმა რო დაინახა შიშით კინაღამ მოკტა. რა ჯარიო, როგორ გეკადრებათ ამ ჯარში როგორ გაუშვე. ხო, რას ლაპარაკობ და ამან უთხრა არაო, მე მაგისთვის კი არ მოვედიო. გაუშვი თუ კარგ ნაწილსიო. ჩემი შვილიშვილიო. და წავით, აიყვანეს ჯარში. აიყვანეს ეხა და იმან პირველი წერილი რომ მოიწერა. ბაბუამისიც აქ არ იყო წასული. გამიგე? და თელი სოფელი შეიკრიბა, აი წერილი მოიწერაო და გახსნა წრი ხმამაღლა წაიკითხეოდა. ბაბუ, შენი დედა მოთხა. სად გამომიშვა? სად გამომიშვა? აა საუკეთესო ნაწილი შეხვდა. ას დაიწყო, ბაბუ. სად გამიშვა? არ უშვებდა ის. როგორ და ასლაპარაკო, რა ჯარიო, ვის ჯარი დაბრაკა. ასლაპარაკო, აუცილებლად. ბაბუა მაგას ხოლმე. ყალტუბო სავსე იყოს ყოველთვის ტურისტები. კომუნისტების დროს. აი, მომენტი რომელიც ჩვენ გვიყვარს რა. თავარი მომენტი. თავარი, სადაც უნდა გადავიდეთ ხოლმე. პროსტა ეს ახლა ოპერატორი. თუ შეიძლება რომ დავანახოთ რა. გაანერე, მაცოხნას და მოდი აქ. ვიდი ერთი ოპერატორი დავაფიქსირო, როგორ ცალია ოპერატორს ჩვენთვის. მეცალია ბიჭო. დააგდე, აბა, ვიდა მოდი კადრი. მოდი. მეგობრებო, გადავდივართ კულმინაციურ მომენტზე. ოპა. დაგვირგვინების მომენტზე, ესე უნდა აი, არ უნდა, ამდენი. ჩავაყინიოთ. მე ჯეჯერობით არაფერს თქმა არ მინდა. ლავაძის მას ნამდვილად რომ საღოლ რა. კაი რაღაცა. ნამდვილად ჩვენ ხო კაბაბოლოგები ვართ. კი, სინკლოლოგები, ხაჭაპუროლოგები არ ვართ ჩვენ. მე ვარ. ახლა ლუკარი კაბაბის მოყვარული. აუ მოდი რა ერთი ცვატაკოთ და მე. ხო, ყველას გეცოდინებას. მსგავსი კაბაბი, რა ვიცი მე მართლა არ გამიშინჯავს. აი ესე რო არ მიყვეთ ბევრი საუბარი სულ რაღაცნაირად მსუბუქია. მიდი შენი და გემოში ხდება საკაიფოდ. მაგრამ პროცესს სხვა ქარს ატუაში ვადარებ, იცი? სულ სხვა კონცეფცია, ანუ კაბაბი ჩვენთან მე მაქვს განასინჯა, არ დავასახელებ ახლა იმას იმერეთში, მის მთლიანად არ დავასახელებ იმერეთში. ხო, მთლიანად სურავს იმაში რა. მიდი, ისაუბრე 10 წელს ამას ვერ შეჭამთ. 10 წელს 30 მაგრამ შეწყვილები ახალ გახსნილები არიან და ხوار დუხურავთ უცებ გასაგებია. ო, ჩავარდა ბიზნესი. აქ უნდა მოგვიყვანა ბატონი გიორგი და ბიზნესს დაიხურებოდა ეგრევე. კაბაბი საიდან მოდის? ერთი კონკრეტული ქვეყანა არ არის რა. გავრცელებულია ირანში, სომხეთში, აზერბაიჯანში. ალბათ. თურქეთში, რა თქმა უნდა, თურქეთში, აზერბაიჯანში, სხვადასხვა როგორც ნახე იმაში, ინდოეთშიც კი. ვიღაცის არ არის, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ქართული კაბაბი არ ყველას გემრია. ოფსაკად, ან მაგარი. გავს მიჭამე ხო გეუბნები ახლა, რადგან აქ ავართ მიყურებენ, მაგიტო არა. გემუები ზის. თქმა უნდა, ის ნახოთ რა. უნდა მოხვიდეთ აუცილებლად დაგემონოთ. კაია, რაც თავარია. იმერული ვაიბები რო იტყვის, რომ კაიაო, ესე იგი კაი. აი მადონა კოიძეს რო აქვს თავისი სტიკერი, ჩვენ ზუსტად ეგეთი სტიკერი გჭირდება. რომ აქ სადმე მივატყაპუნოთ. არა, მართლა. და შემოსის დროს გეცოდინება, რომ აქ იმერული ვაიბებია ნაყოფი და ყველაფერი არის საუკეთესო. ახლა რა თქმა უნდა, როგორ ყურებს ბატონი დავითი, მაგიტო არ ვამბობ, მართლა მაგიტო. ჩვენ არ გვიყურებს, ალბათ და ის რა თქმა უნდა, სანგაშის ნომერი გადავეცით და ხო. ყველაფერი ისეა იქნება, როგორც წინა ვიდეოებში არის. გაჯდა. კაი, კაბაბია. ამაზე უკეთესო შეჯამთ ვეღაფერი. მოდით ჩვენ სახელი ახსენეთ, მართალია არაფერი პრომოკოდი არ იქნება, მაგრამ ახსენეთ რა. ჩვენს გამიხადოთ, ჩვენს გამიხადოთ. თქვენ უბრალოდ ახსენეთ, არ არის პრობლემა და დავწუხნა დავადების. ხო. საჩუქარი სამოგვიტანია. მოედით და აქეთ კიდე დავპატიჟებინეთ თავი. ჩვენ სპონსორს მინდა მიმართო რომ ბატონ დავითს გამოგზავნოს საჩუქრები. ჩვენს რა გამოგზავნე რა საჩუქრებს არ იქნება ურიგო რა. ო მაგრამ ვიცი რა თქვენ უყურეთ მე შევჭამ. აუ მაგარიაში. ეს უნდა ესე ჩააყვინიო.
მოდით რა, მართლა მოდით და მართლა დააგემოვნეთ ამას მე ქულას. ვერ დავწერ because ბატონო ნიკომ ძანა მართლა რომ ტოპია და მე მოდის თბილისში დანჩენ კაბავ. ბოდიშმა რაც არ მაგარი იყოს იმე ქუთაის მაინც ვერ შევადარე ვერანაირად. ალბათ ამათახმებით ბატონო გულა. მე ვიტყვი ესეთ რაღაცას რა. ქუთაისში მივდივართ. ჭამთ ვიკენდია საკავაბეს. ანუ თვითონ შენობას კი აქვს. კავავს რა. აქ ჩამოდივართ, მოდივართ ლავაზი ძმის საკავაბეში. ნუ დღეიდან ესე იქნება და რამე ბეჭედი რომ მქონდეს ამ მაგიდას ესე თავარტყამდი ბეჭედად რა. მან ჯეჯავთ ისე ბეჭედ ხო რა. ბეჭედა სტიკერი და მივარტყავთ მე. შუბზე მოგარტყავ. აუ. შენ მოგარტყავ მე. ნახე მამა ჩემთან ამდენი ადამიანი იგებს სურათს. რატომ ნაკლებად პოპულარული არის სხვა სულ ძალიან მოყვარს. წარცე. მაგიტო დავარდი ლაბადის იმის თავი. თორე მართლა ამის. რაკე. ჯამეს მამა, აი კამერას გაუსწორდი ზურგით მუდგახარ, მამა ცოტა ესე შემოდი მამა. არ მომიდგე. ეგეთი რაღაცა ვთქვი, რომ ქუთაისში ჩავდივართ. ჭამთ ვიკენდია საკავაბეს, თბილისში ჩამოდივართ, მოდივართ აქ ვეჭერ. ის ბეჭედი არა ის მერცედესის ამბავი ხო სწორედ? კი, ანუ ჩვენ მქონდა ერთ-ერთი ეპიზოდი ქონა თბილისში აქაბავ გამოვიძახე, შევადარეთ ერთმანეთთან. კი, ნახე. ნახე. ახლოსაც ვერ მოვა ისენი ამასთან. განსაკუთრებით პირველი ორი ქავაბი. ხო. რაღაცებს შაუჯექი ხა მაინც მოდიოდით, ახალი არქი რო გქართო, არ ვიცოდი რა. და დაგირეკე ხო გახსოვს, სახელი კითხე თავიდან, იმიტომ რომ იმერული ესკიზებიდან დაწყებული ყველაფერი ჩავწერე და ეს ვაიბები ვერ გავიხსენე და ჩაგიგდე ლინკი. ვეღარ ვნახე ბიძი. მოკითხო ნიგოზეთიდან ახსოვს. ბოლო არ ჩაგდებული მაგ. არ მინდა ეხლა. აღარ მახსოვდა და იმას ხე დაურეკე და მე ხო სიცოცხლე ინტერნეტი არის მტარი, მე მიყვარს სიცოცხლე. მომწერე და ის ვერ ვიდა. გამირეკე. ჩვენ ვამბობდით და მოლოდი ერთი ხო რომ 10-დან 9 უნდა ყოფილიყო მინიმუმ. 10-დან 10 დავწე. ხო, მაგრამ აი მადონა კოიძეს ვარ თავისი სტიკერი. ეგეთი სტიკერი გვინდა ჩვენც რომ სადმე აქ გავა. რატო უეჭველი უნდა მოხდე და დააგებო. ან რო შემოყალ იცი უკვე რომ სორი, ეგეც სტიკერი უნდა გააკეთოთ. სორი მართლა უნდა გააკეთო. უნდა გააკეთოთ 10 სტიკერი, 10-დან 1, 10-დან 2, 10-დან 3 და რომელიც ერგება იმ სტიკერს. რაც უფრო მეც გადაიხდით იმის მიხედვით რა. ჩვენ ახლა რამე გვაქვს გადასახდელი ბიძე? თქვენ უკვე გადახდელი გაქვთ. გადავიხადე? ძალიან მიეფები ხართ. ეს საჭმელზე მუშაობს. ჯერ სანამ დავწყებები არიან, სანამ არ შეათ, არ ყურიან. გაძვირებულა. მადა მოდის ჯამაში. დღეში იწერენ სამ გადაცემას. საუზმე სადილი და და თან დებენ ახლა რო არ ეგონოთ რაღაცა ეს. შუაში გვაქვს სადღაც შუა დღისკენ სნექი. მართლა კოფი ბრეიკი. ისიც რომ დაგამატებინა რამე რა. ან აუზი ან ამის რაღაცა რო გააერთო. ამის ხორო. აი ამ კლუბში ფული როგორ შემიშვით, გადაცემა ვარ ზერგა. ჭამას ვერ გადაყვე. მოკლედ იმას არ ეთყობა გადაცემაში თუ რამეს. თუ ეს ჭამს ყველა. მე მაგალითად 5 ხინკალზე მეტი 7 შევჭი. ბიძა ჩემი 50-ს ხო? ხინკლის ჭამის პროცესი არის სიამოვნო. იცი? მე ხო მაზიანზე ხინკლებს ჭამდი. გუშინ გაიხსენეს დაბადების დღე მქონდა და ერთ-ერთმა ზოგს ცუდი მეხსიერება როა. გაიხსენა რომ 8 აჭარული შემჭამია. 8 აჭარული? ხო. ყველი. მართლა? მეც არ მოხდა. რა გემახსოვრებოდა ბიძი ხო არის რომ ზე ბევრსო დალევ აღარაფერი რომ აგასწრე ჭამადაზე. ალევაზე რაღაც ეგრეა. ჭამადაზე ეგრე რაღაცა რაოდენობის მერე უკვე შოქში ხარ და გავიწდება ყველა. შეჭამო გაითიშებია მაგრამ. არა, იქ სხვათა შორის შენ სადაც იძახი იქ იყო აი ამ ხელა. ატარები იყო. მე უთხარი ბიჭო ვერ შევჭამდი. 8 აჭარული. რომელმა თქვა? კვერცხი რო შემიწო ვერ შე. მოკლედ მადლობა მინდა ამ ხალხს გადავიხადო პირველ. გაიხარე პირიქით მაგრამ. მადლობა თქვენ რომ მოვგდანდით. დააგემოვნეთ ადგილზე. უკარგეს ხალხი არიან, უკარგეს გარემო. ცოტა ხანში ხა გადავხურავთ. ეგ თქვი. აქ იქნება შაპიტო.
სერიოზული გათხოვაც იქნება ნუ გეშინგეთ. გათხოვა? და ცხელი გავა. ეს ექსკლუზიურად მაინც ის. გაგრილება თქვენ უკან არის, მაგრამ გავთიშეთ. გავთიშეთ, ხა აღარ არის საჭირო. გათხოვა არ გვექნება, ამიტომ თბილად უნდა ჩაიცვა ზამთარში, რო არ გაცივდე. არა, გათხოვაც რაღაც დონეზე გვექნება. ხორე ბებოსლავას მოგაფარებს გვერდებში არ არის. ისე მაგარი, დიდი ლავაშები. მოსახური ლავაში. მოსახური კი. დათვალე რა მამიგრა და გვიჯდე. დიდი ლავაშები რო ყოლეს პლედების მაგირა. არა არის ბაბა. პლედებს ესენი პლედებს ვერ გაიგებენ. ადიალები. გამოიწერეთ არხი, ზარის ღილაკი გააქტიურეთ და გამოიწერეთ ფოტოსინთეზიც რა. მაგრამ ბიძიასაც გაუხარდეთ და კაცები კლიპს. აბაძე კლიპს. ლაბაძე კლიპს. თქვენ არ გინდათ მართლა იმერული ვაიბი კლიპს. აკეთებენ. ქონდა და დუპლიკატი ეს კლიპსი უნდა დავნეგო. ყველა საიტს უნდა კონდეს თავისი კლიპი. კლიპსი რა არის? კლიპსი რა არის, რასაც ვიდეოში ვერ იყენებ. ხო. იმეებს ყრი იმარასე. პატარა მოკლე ვიდეო. ან მეგდოს რა მაინც დაიცი რა. იმასაც ხავის მჭამელი ყავს ვიზი. მე რა ბარო ხორცს ამუშავებს და ათხოდი გადის, აი გათხოდი არის. აჩენის ეგ არის კლიპი. რაც არ ვარგა. რაც არ ვარგა. რაც არ გამოიყენე. მოკლედ ძალიან კაი ხალხი არიან, საინტერესო გადაცემას აკეთებენ და გამოიწერეთ ყველამ და ზარის ღილაკიც გააქტიურეთ. გაიხარეთ. ჯიგრები არის. გაიხარეთ. ჯიგრები იმერლები. იმერლები. ერთი გადაცემა დასავლეთში გადავიკვეთოთ. ნიგოზეთში. ნიგოზეთში. ნიგოზეთში, ჯერ ჩვენთან იყოს. მინდა თერჯოლაში. ნიგოზეთში არ ვარ. გოელები ხა? აბა. ყველა იმერებია, ვიცი. გადაცემა და ყველა იმერები. ეს მომენტი რომ თავში ჩავიწყე. აკუბეს გადაცემა ჩაწერილი. კი, პლაჟას. რასიცა. ის ლიგლიგადი ხო წყალტუბოელი? ქუთაისი. ქუთაისელი რა? აბა წყალტუბოელი ვიცი. არა, ქუთაისი. შეიძლება დედულეთი აქვს წყალტუბოში. კი, გადაცემას ნახე. რატო? აბანავებია. მონატლული წყალტუბო. ადლობა ვინც გიყურა. გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. გამთავრეთ უკვე მორჩი? ადლობა ამ ხალხს და მოგზავნეთ. ოპერატორი ისე თვალებით იყურება, კაი ხანია მორჩა. კაი ხანია გაჩერებულია გადაღება. ვერ გვეუბნება რომ კამერა წავიდე. ისე კარგად ლაპარაკობთ. აბა მადლობა და აბა გაიხარეთ. მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ავალ აგეთ.